ძლევი მკურნალობისა და წარმატებული ოპერაციის შემდეგ გერმანიიდან საქართველოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საპატრიარქოს დელეგაციასა და დაცვის წევრებთან ერთად დაბრუნდა. აეროპორტში მრევლმა მას ემოციური დახვედრაც მოუწყო. შეგახსენებთ, რომ სწორედ პატრიარქის თბილისში დაბრუნებას ელოდება პროკურატურა, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გაასაჯაროებენ თუ არა ამ სკანდალურ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ჩვენ ვფიქრობთ, შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხი და გამოიტანთ დასკვნას. ეს კათოლიკოს პატრიარქის პირველი კომენტარია, რომელიც მან აეროპორტში გააკეთა. ამის შემდეგ ესკორტი საპატრიარქოსკენ დაიძრა, სადაც ილია მეორეს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და მღვდელმთავრები დახვდნენ. ნათია ორველაშვილი იმყოფება საპატრიარქოსთან, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ნათია, რა კომენტარები გაკეთდა შეხვედრის შემდეგ? დიახლევან, პირველ რიგში გეტყვით, რომ საპატრიარქოს შენობის გარეთ პატრიარქს ელოდებოდა მისი მრევლი, ხოლო შენობის შიგნით უკვე იცდიდა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პრეზიდენტმა დაახლოებით 9 საათიანი შეხვედრა გამართა პატრიარქთან, ასევე პატრიარქთან იმყოფებოდა სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი. საპატრიარქოს შენობაში შესვლამდე პრეზიდენტი მცირე კომენტარით შემოიფარგლა, ხოლო უჩან ანუაშვილმა უფრო ვრცლად ისაუბრა პატრიარქთან დიალოგის შინაარსზე. გილოცავთ პატრიარქის ჯანმრთელად დაბრუნებას. ზოგადად ინფორმირებული არის იმ საქმეზე, რომელიც აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. მან ახსენა მამა გიორგის თქვენთან საუბარში. კი ახსენა, კი. რა კონტექსტში ახსენა? არა, უბრალოდ ის რომ გაურკვევლობა ალბათ და შესაბამისად ყველაფერი გაირკვევა უახლოეს დღეებში თუ რას ჰქონდა ადგილი. საპატრიარქოს შენობა უკვე დატოვა უწმინდესი და უნეტარესის პირადმა ექიმად სისანა შარტავა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იმ ოპერაციის გათვალისწინებით, რომელიც ჩაუტარდა ილია მეორეს, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ძირითადი პერიოდი დამთავრებულია. პატრიარქი ჩამოვიდა კარგ მდგომარეობაში. ასე რომ არანაირი მას დამატებითი მკურნალობა, დამატებითი პროცედურები არ ჭირდება. უბრალოდ გარკვეული დრო, რომ ორგანიზმი ბოლომდე აღედგინოს თავისი მდგომარეობა. დანარჩენი ყველას გილოცავთ, ახალგაზრდებს და ყველას, რომ ჩვენი უწმინდესი ასე კარგად გყავთ და მისი სიყვარული და ლოცვა გეწეოდეთ ყველას. აი ეს არის განცხადებები, რომელიც გაკეთდა საპატრიარქოს შენობასთან დღეს საღამოს, მას შემდეგ რაც უწმინდესი და უნეტარესს შეხვდნენ პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი. სავარაუდოდ დღეს პატრიარქი უკვე აღარავის მიიღებს. დიდი მადლობა, ნათია, ეს ნათია ორველაშვილი იყო. დეკანოზის